He'll pull up the three-pointer himself, and Georgia's on fire. ზოგჯერ კალათბურთელი ბურთით იბადება. მას ხან ბურთი არ ჰქონდა, ხან ფარი, ხან შუქი. მისი თქმით, ბევრი არაფერი ვარგა. კარიერაში კი ყველაფერი ბევრი ჰქონდა. No one's going to step up. Oh, do something spectacular. Are you serious? 20 წელი და 217 მატჩი ნაკრებში. ამ მატჩებში ჩაგდებული 1548 ქულა და პასი. Oh, what a pass! Oh my goodness! Pass from Sensate. 587. მათ შორის თავით 25 კლუბი და 10 ქვეყანა, 100-ზე მეტი გუნდელი და 20-ზე მეტი მწვრთნელი. ყველაზე მეტი კი გულშემატკივარი. მოედანზე 8 ნომერი იყო. ხალხის გულში კი დღემდე პირველია. მისი სახელია გიორგი ცინცაძე და მას ბუს ეძახიან. მოგესალმებით, მადლობა მოსვლისთვის. კაი არო სიბნელია ვერ ხედავთ რამდენი ხართ, თორე ძალიან ნერვიულობ და თუ რაღაცები შემეშლება, მაპატიეთ. სულ რაღაც თქვა გინდოდა, ხო? თუ აღარ. მე რო ნერვიულობ, მაშინ გაფუჭდება, ხო, ყველაფერი. ერთხელ გამარჯობა ბუ, მადლობა მოსვლისთვის. ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გაქვს და შენი ცხოვრებისეული და სპორტული ამბები გადავანაწილეთ სხვადასხვა ფოლდერებში და შეგვიძლია დავიწყოთ. კალათბურთი სანამ იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში 9 წლამდე მთელი რაღაც სპორტული მხარე ფეხბურთთან იყო დაკავშირებული და სხვადასხვა საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. ნუ მე ესე მეგონა რომ კარგად ვთამაშობდი რა და გუნდში რომ მიმიყვანეს, შენო მაღალი ხარო და კარებში დადექიოდა. მეთქი კარებში, ანუ კარებში არ მინდოდა ეხა დგომა, იმიტომ რომ წინ მინდოდა გოლის გატანა, მინდოდა ასე შემდეგ და მეთქი არა, ფეხბურთი არ გვინდა მეთქი ესე იგი და ზუსტად ამ დროს სკოლაში პირველ ექსპერიმენტალურში სწავლობდი და იმ სკოლაში რაღაც ესე იყო, ესე დაემთხვა თუ ყველაფერი ესე მოხდა, რომ იმ სკოლაში რაღაც აი cool და რაღაც მაგარი ბიჭები, ცოტა უფროსი თაობის იყვნენ, კალათბურთელები და ანუ აი ყველანაირად ანუ მისაბაძი და რაღაც აი რო გინდა და რაღაც ცოტა უფროსი თაობის ბიჭები რო არიან და რომ მოგწონს და გოგოებს რომ მოწონს სკოლაში და ასე შემდეგ, ყველანი იყვნენ კალათბურთელები და თან მომწონდა ეხა ეს ან მინდოდა რომ მაგათთან რაღაცნაირად კომუნიკაცია შევსულიყავი, მაგრამ ნუ ვერ შევდიოდი, ჯერ პატარა ვიყავი ასაკით რა და ზუსტად ამ დროს რაღაც კალათბურთის სექცია გაიხსნა ამ სკოლაში და მამაჩემი ყოფილი კალათბურთელი იყო, დედაჩემსაც ძალიან უყვარდა კალათბურთი და მიდიო აი ხო მოგწონსო ის ბიჭებიო ისო და მიდიო შეგიყვან თუ კალათბურთზე და ნახოთ რა გამოგივაო და აქედან დაიწყო ეს ჩემი სიყვარული კალათბურთის მიმართ. ნუ იქ სკოლაშიც უკვე პოპულარული გავხდი, იმიტომ რომ კალათბურთელი ვიყავი. ეს ეზოშიც ფეხბურთი ჩავანაცვლეთ კალათბურთით. და 24 საათი ვთამაშობდით კალათბურთს, მაგრამ ამ კალათბურთს ვთამაშობდი, ფარი არ მქონდა ეზოში რა, ანუ არ იყო მარტო ფეხბურთის მოედანი იყო და გადავწყვეტეთ მე და ჩემმა მეგობარმა რომ დავაყენოთ ფარი ეზოში. ჩვენ ვართ 10 წლის ბავშვები ვართ რა, 11-ის მაქსიმუმ რა. ფარის დამონტაჟება ძალიან რთული პროცესია, რაღაც ერთი ბოძი აქეთ არის, მეორე ბოძი რაღაც 1-3-4 მეტრი არის რა, დაშორება და ფიცრები მივამაგრეთ, ეს ავაწყეთ თვითონ ეს კალათბურთის ფარი, მაგრამ ახლა ზემოთ დავკიდოთ და როგორ უნდა არავინ არ გვეხმარება, უნდა ავძვრეთ, ეს ერთი მხარეს მე ვარ, ერთი მხარეს ბალუ არის, ესე აგვაქვს ეს სამხელო კონსტრუქცია, ატანით კიდე აი აიტან, მაგრამ ის ხო უნდა დაამაგროთ ან ანუ ჩემს შულს რო გავხედო და მაგას აკეთებს, გული გამისკდება, მაგრამ ნუ კალათბურთს ჭირდებოდა და ჩვენ ეგრე გვჭირდებოდა და აი 24 საათი რა რო ჩავიდოდით ეზოში, დავაი ბალუ ვითამაშოთ, დავაი 100-მდე ვითამაშოთ კალათბურთს. ეს უშუქობა ის ყველაფერი მე და ბალუ 24 საათი ეზოში ამ ბურთს ვაკაკუნებთ, ალბათ მეზობლებსაც უკვე ვეზიზღებოდით, ანუ იმდენი ხანი თამაშობდით ხოლმე. უკვე ამ სკოლის გუნდიდან მამაჩემმა გადამიყვანა ესე ვთქვათ, უფრო რაღაც პროფესიონალურ რაღაც აკადემიაში, ესე ვთქვათ რა, ბავშვთა სკოლაში და რო უთხრეს ხა ესე ამდენი ხანია დადის, ამდენი ხანია ვარჯიშობს რაღაცა, არა, ხა ისო ძალიან აქო ძალიან მაღალი დონის ბავშვები არიანო და ამის ანაბანას სწავლებაო, ამათვისო არაო რა და სხვაგან ცადეთო და
კარგი არა და რაღაც გულდაწყვეტილი გამოვედით და მესამე სართულზე კიდე დარბაზები იყო და იქ იყო მამაც ჩემის მეგობარი იყო ესე თქვა და იცნობდა ადრე კავალბერტთან ომარ ლებანიძე და იმან ხათრით მიმიღო თუ ანუ მართლა მომცა შანსი ეგ არ ვიცი მაგრამ ნუ მომცა შანსი რა და დავიწყეთ იქ ვარჯიშს და სულ მქონდა ჩარჩენი რომ აი იმათ უნდა მოუგოთ რა ანუ აი ის ბავშვი იმათმა რომ გამომიშვა არ მიმიღო გუნდში მეთქი რას ქვია არ მიმიღო და ბავშვობიდან მქონდა ჩარჩენი რომ აი იმათ უნდა მოუგოთ რა როცა იქნება ჩემპიონატი რომ მოვა და რომ დაიწყება მეთქი აი იმათ უნდა მოუგოთ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით თუ ის არ ვიცოდი მაგრამ ნუ ეგრეც აგიხდეს ჩემპიონებიც გავხდით იმათაც უგებდით სულ და რაღაც ეგ მენტალიტეტი ანუ სულ რომ მოგება გინდა და ისა ანუ რაღაც მაგასაკიდან ჩამომიყალიბ და ალბათ ესე მგონია რა და შემდეგ უკვე იყო რაღაც პროფესიონალური კარიერა ორი შეთავაზება მქონდა თბილისის დინამოდან და ბათუმის ბასკოდან რა და მაშინ ხა 90-იან წლებში როგორც უმრავლესობა ჩემი ოჯახიც არ გამოირჩეოდა რაღაც დიდი ფინანსური შესაძლებლობებით და რომ მოვიდნენ 2002 წელი იყო და ბათუმის ბასკომ გითხრა რომ $300 მივცემთო ხელფასს და მე კინაღამ გული წამივიდა იქ. მე დინამომ თქვა $500 მივცემ და იმაზე ვაფშე გადავირია და მეთქი ანუ всё შედგა ჩემი ცხოვრება აქ ყველაფერი მეთქი всё კარგად არის მეთქი მაგრამ ბათუმის ბასკო უფრო რაღაც აი კაი ორგანიზაცია იყო რა და იმის მერეც და მანამდეც სამწუხაროდ აქ არ მინახია ეგეთი რაღაცა და ბევრი ქართველი ვარსკვლავი ვინც ვიცით მანუჩარი, ვიქტორი, ყველა გაიარა ეგ სკოლა და რაღაც წვლილი დიდი თუ არა, რაღაც წვლილი მასაც მიუძღვნის ამ ყველაფერში. მაინც პატარა რო ვიყავი, ცოტა თავში მიკრო და რაღაც სათამაშო სტილი, რაღაც სიგიჟეებს ვაკეთებდი მოედანზე, რაღაც მომენტი იყო. თავდასხმაში ვართ რა და ეს პირველი შეტევასავით იყო და კახა შენგელია იყო ჩემი გუნდელი მაშინ თორნიკეს მამა და ეს გრძელი პასი მომცა რა და აქეთ ხედავ რომ ჩემი გუნდელი ჩარბის აი ეს ფეხბურთის სიყვარული და რაღაც სიგიჟეები და ეს თავით მივეცი რა პასი ამ ჩემ გუნდს ანუ იმას მინდო ჩააგდო ჩვეულებრივად და საჭმა დაუსტინა და ყველა გავჩერდით რა და რაო და ტექნიკურიო და რატომ მეთქი და არ ვიციო რატომ იმიტომ რომ ანუ მე მგონი არ შეიძლებაო რა თან მარავის არ უქნია ეგეთი რაღაცა კალბურში ხა მაშინ მით უმეტეს ხა წესები ესე ალბათ ხა იმის ფერე ალბათ ჩაწერა ვინმე ამ ყველაფრის ფონზე ანუ ფინალამდე ისე მივედით რომ სათამაშო დრო დიდათ არ მქონია რა აი ძალიან ისე აი 20 ქულას რო იგებ ან 20 ქულას რო აგებ მას შევყავდი ხოლმე უცნაურად მაგარი გაბრაზებული ვიყავ და უცბად მოვიდა ფინალში გავედით ჩვენი გუნდი და ფინალებში ხუთეულში დამაყენა და 3-2 წავაგეთ ის ფინალები, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშე, მართლა ძალიან კარგად ვითამაშე. დამასახელეს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, მაშინ ვიყავით 16 წლის რა და ქართულ და არა მარტო ქართულ სხვა ქვეყნებშიც ესე ვთქვათ, მოსული იყო ასაკის გადაკეთება და ზუსტად იმ ასაკში ვიყავ, რომ აი ახალგაზრდები უნდა დამწყებოდა და ანუ ასაკი უნდა გადამეკეთებინა რა და 16-ის რო გავხდი საუკეთესო კალათბურთელი ეროვნული ჩემპიონატის, ხა რო გადაეკეთებინა, რაღაც 12-ის უნდა ყოფილიყავ და რაღაც არ ჯდებოდა არაფერში რა და ნუ ამას არ გადაუკეთოთო რა და ნუ ამ არ რაღაცნაირად პირველი ის ვიყავი რაღაც ვისაც არ გადაუკეთეს და მე უკვე ჩემი ასაკის შემდეგ რაღაც დაიწყო რომ აი ეს სუფთა ასაკით წავიდეთ და რაღაცა ნუ რაღაც მაგაშიც რაღაც დადებითი წვლილი მიმიძღვის შეიძლება ითქვას. ამ დროიდან იწყება ჩემი და ნაკრების ურთიერთობა, იმიტომ რომ ვისთანაც წავაგეთ ეს ფინალები. დინამოსნელი იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელიც. გადახალისება მიდიოდა მაშინ რა ნაკრების შეიძლება ითქვას, რაღაც ძველი თაობის მოთამაშეები აღარ გამოიძახეს და რაღაც მომავალზე გათვლა უფრო იყო და აი ჩემი თაობის მოთამაშეები მე, მანუჩარი, ვიკა, გამყრელიძე, ლეჟა, რაღაც აი ჩვენი 86-იანების ნაკრების ბევრი წევრი მოხდა რა იმ დროს ნაკრებში და ძალიან პატარები ვიყავით, აი მახსოვს რომ იტალიაში ვიყავით, რომში ქონდა რაღაც შეკრება და მე და ვიკა რაღაც გარეთ შეირნოვდით რა და აი იმდენად პატარები ვართ რომ ის ვიყიდეთ რა ქვია რომში რო წახვალ და რაღაც დაათვალიერო რაღაცა ჭამო პიცა რაღაც ეგეთი რაღაცები ხონდა ჩვენ ვიყიდეთ რაღაც ელექტრომანქანები და ამ ელექტრომანქანებით დავდიოდით იმაში რა ქვია რომის ქუჩებში ეს დავატარებდით ორი ამხელა კაცი და სხვათა შორის სადაც შუქნიშანზე ვდგავართ რა და მანქანა გაჩერდა რა უნდა გადავიდე ტოტი გაიჩითა ეს იმიტომ რომ მაშინ გაიჩითა იყო მართლა იმიტომ რომ რაღაც ტოტი რაღაცა ფეხბურთი რაღაც და უცბად მე და ვიქტორ ეს ვდგევართ
ორი მანქანით აქე ტოტი და გადმოვბრძანდით რაღაც ადლობა ბატონო ტოტი რაღაც ამასობაში უკვე უცხოეთშიც წავედი პირველი გუნდი მოსკოვის CSKA სამწუხაროდ მაგრამ ნუ ეგ იყო პირველივე ესე ვთქვათ შეკრება რო იყო გუნდის მოხდი ოთახში მოთამაშე იყო მარკუს ბრაუნი მაგ დროს იყო საუკეთესო კალათბურთელი ევროპაში ინგლისური საერთოდ არ ვიცი ანუ აი სიტყვა არ ვიცი რაღაცებს რომ მეუბნება მარტო ვიცინი ვარ კი მეთქი რაღაც მარტო კი რა თქმა უნდა კი ამერაფერი არ ვიცი რას მელაპარაკება და იქ რაღაც შეკრებაზე მაღაზიაში რო გავდიოდით ხოლმე ესე რაღაც $100-იანს მაძლევდა ხოლმე რა და რაღაც მეტყოდა შამპუნი წამომიღე ნუ ეს შამპუნი ღირდა რაღაც $2 მაშინ არ ვიცი $3 მაქსიმუმ ხურდა რომ მომქონდა ხოლმე არა ეს შენი იყოსო ვახ მეთქი რა კაი კაცი ხარ მარკოს 10 დღის განმავლობაში დავაგროვ ერთი $100 მაგ რა და ერთი კითხვა მაქვს მარტო ესბორები როდის ჩება რომ მეთქი არ მინდა რომ მორჩეს ესბორები მინდა ყოველ დღე $100 მაქვს თან მაშინ ამ ჩემთვის ეს რაღაც არ ვიცი რა მხელაფულია ზუსტად მაშინ ძალიან სუსტი ვიყავი აი როგორი სუსტი ვიყავი იცით რომ ანუ მე რომ მეგონა საქართველოს ჩემპიონი ჩავედი ხა იმაში რა ქვია სადაც ჩავედი რა მნიშვნელობა აქვს და არ ვიტყვი მაგ ქვეყნის სახელს რა და რომ გონია რომ რაღაცას ვარსკვლავებს წყვეთ და ასე შემდეგ პირველი ამხანაგური თამაში გვაქვს პანათინაიკოს ვეთამაშები და ერთი 20 ჯერ წავიქეცი ალბათ რა ანუ აი ყველა ბლოკის დაყენებაზე ყველა რაღაც შეჯახებაზე აი ძირს ვაგდივარ ანუ ყველა შეწუხდა რა ამ ჩემი ძირს დავარ ანუ ესენიც ვეღარ თამაშობენ ანუ სულ ძირს ვაგდივარ ანუ ბურთს კი არ უყურებენ ანუ მე მიყურებენ რომ რაღაც არ დავაბიჯოთ ან არ წავიქცეთ ან რაღაც აი ეგეთი სუსტი ვარ რა და სულმა ესე იგიო ცოტა ხანიო მოგიწევსო სატრენაჟერო დარბაზშიო დროის გატარებაო და მე დაგვიბრუნდიო ნუ ეგრეც მოხდა და სხვათა შორის კარგად დავბრუნდი იმ წელსაც რაღაც კაი შედეგები მქონდა იმ გუნდში ჩემპიონიც გავხდი და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი საამაყო ჩემთვის გადაწყვეტილება რაც ცხოვრებაში მიმიღია თან იმასაკიდან გამომდინარე რომელშიც ვიყავი თავაზობდნენ რუსეთის მოქალაქეობას რომ ნაკრებში მეთამაშა ფინანსურათაც და ყველანაირად იდეაში კარიერის მხრივ საკმაოდ მომგებიანი უნდა ყოფილიყო მაგრამ 17 წლის ასაკში სრულიად ანუ ჩემით აი მშობლების აზრი იყოფო და ვიღაცების აზრი იყოფო და მაგრამ მე პირადად თქვი რომ მეთქი გამორიცხულია მეთქი საქართველოს ნაკრებზე მეთქი ანუ უარს ვერ ვიტყვი მეთქი და რაღაცნაირად იმაზე უარ ვიტყვი და ნამდვილად არ მინანია იმიტომ რომ რაღაცნაირად საქართველოს ნაკრებში თამაში რაღაცნაირად აი ამდენი 20 წლის განმავლობაში ესე მომყვება და რაღაც სიამაყის და სიყვარულის გზნობა ერთმანეთში არეულია ამ ქვეყნის შემდეგ წავედი უკვე იწყება ჩემი რაღაცა ესე საკალათბურთო ზრდა რა კარიერული ამ თავს დავარქვით დედამიწის გარშემო იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება არ დაეტია არ ვიცი მაგრამ ანუ ძალიან ბევრ გუნდს ლოგიკური ახსნა აქვს, ძალიან ბევრს გაურკვეველი ახსნა აქვს რა. აი მაგალითად ერთი წელი მქონდა 2008-ში ესტონეთის პერიოდის დროს იქ რაღაც ბევრი ტიტული მოვიგე, რაღაც საუკეთესო მოთამაშე გავხდი, რაღაც ევროთასებზე, რაღაც საუკეთესო გამთამაშებლად ამასახელეს და ისევ მოვაწერე იმავად სახსენებელ ქვეყანაში კონტრაქტს ხელი და ეს ხდება 2008-ში ომამდე. ну სადაც მაისში მოვაწერეთ, ну ხეს ომი არ ვიცით ხა დაიწყება თუ და დაიწყო ომი. დაიწყო ომი, რა თქმა უნდა, აღარ წავედი იმ გუნდში სათამაშოდ. ეს ხდება ხა ერთ სეზონს გიყვებით, ანუ ჩვენ სპორტსმენები ხო სეზონს წელს ვითვლით სექტემბრიდან სექტემბრამდე, ანუ ხო იანვრიდან ესე მოდის, მაგრამ სპორტსმენების წელი, იმიტომ რომ ხელფასი ეგრე გვერიცხება რა და ამიტომ სექტემბრიდან სექტემბრამდე არის რა და ხო რამე ქნა ხوار დავშე წავედი საბერძნეთის გუნდში. საბერძნეთის გუნდში წავედი და 5 თვის განმავლობაში არც ერთი ხელფასი არ ჩამერიცხეს და მეთქი ნუ რავი ხა მოხალისეთ არა ვარ მეთქი უნდა წავიდე მეთქი ამ გუნდიდანაც ხო წამოვედი. წავედი მაკედან უკრაინის გუნდში გადავედი. მაგარი დონის მოთამაშეები PJ ტაკერი რომიც ალბათ NBA-ში რო თამაშობს, ჩემი გუნდელი იყო მაგ დროს და რაღაც თამაშზე გავუფრინდით და რო ჩამოვფრინდით, ესენი ყველანი რაღაცა მაგარი ანერვიულები არიან რა. და ეს მეთქი რა მოხდა მეთქი რა ხდება თქო რა და არაფერი გუნდმა ბანკროტიო გამოაცხადაო და ყველანიო თავისუფლები ხართო. ეს მესამე გუნდია რო ეს იანვარია ჯერ თან.
მაქედან წამოვედი სანამ ახალ გუნდს ვიპოვიდი და კარიერას გავაგრძელებდი ევროპაში სადღაც აქ დინამო თბილისიც ეწერება კი ამასობაში გამომიშთა კიდე ერთი გუნდი წავედი პოლონეთში სათამაშოდ და პირველივე თამაშზე მოვიტეხე ფეხი და ნუ აი იმ წლის მე სადაც საუკეთესო გავხდი და ჩემი კარიერა ცოტა წარმატებისკენ უნდა წასულიყო და შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი აგური უნდა დამედო, მქონდა აი ესეთი წელი. საფრანგეთში რო ვთამაშობდი, ძალიან მაგარ გუნდში ვიყავი სხვათა შორის. აი ეს პასი თუ გახსოვთ. მაგ პასით მოვაწერე ზუსტად იმ ქალაქის გუნდში, ანუ ზუსტად მაგ ეგრე გამოვიდა, რომ ეს თამაში რომ მორჩა იმ ქალაქის გუნდმა დამირეკა დარჩიო აქ სათამაშოდ, ნუ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონის არის, მოგეხსენებთ და მეც დიდი სიხარულით დავრჩი და ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, რა პირველ ადგილზე ვიყავით, პირველი წრე რო დამთავრდა, ვიყავით პირველ ადგილზე და ყველა გუნდს აი მართლა ესე რომ ვთქვათ, ჟარგონულად ვანადგურებდით და ცნელი მოვიდა რომ უნდა გაგიშვა გუნდიდანო, შენო რომ მკითხო რატო გიშვებო გუნდიდანო, ვერ გაგცემო მაგაზე პასუხს, მაგრამ ნუ ჩემი გადაწყვეტილებაა, მე ვფიქრობ რომ რაღაცა ხედვები მაქვს ისავს და გუნდის თუ რაღაც ახალი რაღაცა კაროჩი უნდა გაგიშვაო. ნუ ახლა ძალით ხო ვერ დავრჩებოდი ხა თან ანუ იმ მსნელზეც ხა რო თქვა რომ კალათბურთი არ იცოდა ან ცუდი იყო თქო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მართლა კაი მსნელი იყო რა და ნუ გამიშვა და ნუ შემდეგი 10 თამაშიდან 9 წააგო სხვათა შორის და რაღაცნაირად ეგ მაინც მაწყნარებდა რომ ეს იყო ჩემი ეს რაღაც დაუმთავრებელი საკლუბო კარიერა. უკრაინაშიც ხო ქონდა რაღაც ეგეთი ამბავი? საათ? უკრაინაში. აჰა, უკრაინაში. გადავედი უკრაინის ერთ-ერთ გუნდში, რომელიც საერთოდ არ მოიაზრებოდა ჩემპიონობაზე კი არა, ანუ აი პრეზიდენტი და მსვლელი მოვიდნენ და აი ტოპ 4 გუნდი რომელიც არიანო, იმათთან თუ წააგებთ ეგ არაფერიო და აი დანარჩენებთან უნდა ვიბრძოლოთ და რაღაც ეგეთი мотиваციები მიდის ის კი არა რომ მოვიგოთ ჩემპიონები გავხდეთ და გავხდით ჩემპიონები მაგ წელს. და ევროთასებზე ნახევარფინალში გავედით ევროკაპის. ანუ თლიანად უკრაინის კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დავდეთ და ასევე გამოიცანეთ სულმა გამიშვა გუნდიდან. აი თან როგორი რაღაცა არის, ანუ გამთამაშებელი იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცა არის გუნდისთვის, რომ მინიმუმ გამთამაშებელი არ უნდა გაუშვა თუ ვინმეს გაშვება გინდა, ანუ გამთამაშებელი არ უნდა გაუშვა, ყველაფერი ამაზე დგას, მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის ხოლმე რა. ყველაზე ესე რომ ვთქვათ, აი ყველაზე მთავარი და ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადამიანი ესე რომ საკალათბურთო მხრივ ვიძახი. იყო აი ეს ადამიანი. ჯერ ერთი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია, ვინც კალათბურთის სივრცეში გამიცნია, ოღონდ მართლა და ვინცაც ქონია შეხება, ალბათ ყველა დამეთანხმება. და ეს იყო ადამიანი, რომელმაც ანუ ეს ჩემი ბევრი სკილები, ნიჭი, ეს სიგიჟე, ეს ყველაფერი დააბალანსა, მასწავლა როგორ გამომეყენებინა სწორად და მანდო პირველ რიგში საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის პოზიცია. ალბათ ჩვენ ისტორიაში ერთი 30 ნატურალიზებული კალათბურთელი ყავს ნაკრებში. და ნუ ეს ყველა კალათბურთელი ჩამოყავდათ იდეაში, რომ გამთამაშებლის პოზიციაზე გვიჭირს და გიორგი კაია, მაგრამ ნუ აი და ისუ ეს ხო იყო ხოლმე. და ნუ მე სულ უკმაყოფილო ვიყავი, მეთქი რატომ უნდა გავიყო ნატურალიზებულ კალათბურთელთან დრო და ასე შემდეგ და ეს 30-ვე რო ჩამოყავდათ. ჩემზე უკეთესებიც იყვნენ, უარესებიც იყვნენ, ეგ ხა სხვა მგასაჯოს, მაგრამ ჩემი აზრით ბევრი უკეთესიც იყო. არც ერთი არ თამაშობდა ჩემ პოზიციაზე. ანუ ყველა სათამაშოდან მე მეორე, ანუ შუტინგ გარდის პოზიციაზე და მე უკვე ისინი წუწუნებდნენ ხოლმე, რატო ჩამოყავთ ესენი თუ არა თამაშობ და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანის დამსახურება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მან მასწავლა როგორ უნდა გამომეყენებინა ის უპირატესობა, რაც ნაკრებში იყო სიტყვაზე ამდენი ვარსკვლავი შენგელია, ფაჩულია, მარკოიშვილი, მთელი ყურადღებათ რომ იმათზე არის, მე როგორ უნდა ვიხეირო ამითი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თან ხო ესეთი იყო, მაგრამ თან ძალიან ბრაზიანი იყო, მაგრამ ამ ბრაზსაც აი ისე გამოხატა და ხო არიან, ხა მაგას მე ზუროსი იყო, მაგალითად, ხან რაღაცას ლეწავდა, ხან რაღაცას ამტრევდა, ხან რავი, ემოციური კაცი იყო და ეს იყო აი ერთ სიტყვას გეტყვა, რაღაცას გეტყო და ისეც, რომ აი შენ თვითონ მიხვდებოდი რა, რომ აი ერთი სიტყვით რაღაცა ბევრი რაღაცას გულისხმობდა, აი მაგალითად ერთხელ რაღაც მოვიგეთ, გავედით, რაღაცას აღვნიშნავთ და ნუ ეხლა სანამ თბილისში ჩამოვედით, ნუ
თვითრინავში დავიწყეთ ესე ვთქვათ, ცოტა აღნიშნა რა და ეს გასასვლელში ზის რა და ჩუმად ეს უნდა გავიაროთ ამის ადგილიც, ხა ამას არ ვანახებთ, რომ ლუდს ვიღებდით რა და ამან არ გვინდა რომ დაინახოს, რომ მაინც ხმსნელია რაღაც ეს რიდი გვაქვს და ერთხელ გავიარეთ, ორჯერ გავიარეთ რაღაცა, მერე სხვა გავუშვით, მერე ეს ლოჯისტიკას დავალაგეთ, მაგრამ ნუ ეს ხა ამას ვინ მოატყობს ყველაფერი იცის, ანა ერთ-ერთი გასვლა არის და ეს გამომხედა და try me-ო რა და ნუ ეს try me ხა რომ აი ნახევარწამში რომ გადავთარგმნე ეს ნიშნავს კიდე ერთს აიღებ ხვალ რომ მოხვალ ვარჯიშზე ჯერ ხო გარბენინებ მე ხო არ გათამაშებ მე ხო რავი აი ეს try me ნიშნავს და ჩემთვის აი ამ ყველაფერს და ანუ აი ესეთი გაბრაზება იცოდა თორე აი ხა ზუროსისა რო ყოფილიყო ან სხვა ვიღაცა დააჩხუბს და გიწევდა რატოს და ამან try me მაგალითად და სხვადასხვა მაგრა გვესმოდა ერთმანეთის რა ანუ იმანაც ხო იცოდა ცოტა საკალათბურთო მხრივ ვიძახი რომ ცოტა მიქრიდა და რაღაც ლამაზად თამაში მიყვარდა რა და მიყვარს ეხაც და მან ეგეც მაგან ამიხსნა რომ ხაი სურო ამ ნოულუქს აკეთებდა ამ ცდილობ რომ ლამაზად ითამაშო ეგ უფრო არალამაზი და არაესთეტიური გამოდისო ვიდრე აი რაღაც ჩვეულებრივად ითამაშე და სადღაც აი ეს ლამაზი პასიც გააკეთე უფრო ჩანს კიდევაცო და უფრო ისე არისო რა რაღაც ცირკის იმისავით ახარო რა სულ რაღაც ჟონგლიორობ მოედანზეო და ერთი თამაში იყო სიგიჟე მაქვს ასევე გაკეთებული ევროპის ჩემპიონატია 2013 წლის და რაღაც ეს ვიგებთ უკვე ოღონდ ისე არ ყოფილა რაღაც ქულა თამაში არ გავრისკავდი ვიგებთ და რაღაც აი ცენტრში მივიღე მომცეს უცბად პასი და რომ გავიხედე აქედან მირბის გარბის აი გიჟივით მაგრამ აქ დამცველია და ესე ზოლზე პას ვერ მივცემ რა იმიტომ რომ მაგარი რთული არის თან ძალიან სწრაფად მირბის და იქით დამცველი არის და შეიძლება ჩაჭრას და აი ამ ნახევარ წამში რომ მივიღე მეთქი აქედან რომ გაუშვა მეთქი ეხა ეს პასი თქო იმ შიც რომ მოხვდეს მეთქი უკან რომ გადმოვარდეს მეთქი ეს ხო გაასწრებს ამასობაში ამას და დაიჭერს და ჩააგდებს მეთქი და ეს გავაკეთე ოღონდ რა ანუ გავაქანე ეს ბურთი არის მაგის ვიდეოც მაგრამ ცუდი შესრულება მაგრამ ეს ბურთი გავაქანე ამ შიც მოხვდა გადმოვარდა ოღონდ ყველანი ესე არა ვერაფერ ანუ ძალიან ანუ ცუდად გამომივიდა ვერ შევასრულე ანუ ვერ ჩავაგდეთ ის ბურთი მაგრამ ანუ ყვავში ყველა დაიბნა ანუ მოედანზე ვერ მიხვდა რა მოხდა რა და ამან თამაშის მერე you motherfucker ანუ ეს მიხვდა რა რაც გავაკეთე რა ანუ მაგაშიც უგებდით რა ერთმანეთს რა შეიძლება ესე ითქვას რა და 20 წელი ნაკრებში 217 თამაში რომელი უფრო ბევრია მადლობა რომელი უფრო ბევრია მართლა არ ვიცი იმიტომ რომ 217 რაღაცნაირად რეკორდი არის მაგრამ 20 წლის წინ რა ხდებოდა ვაში ეგეც არ მახსოვს მაგრამ ერთ-ერთი აი მაგ ჩემპიონატზევე 30 ლეგიონერი რო ჩამოიყვანეს და ყველა ორ ნომერზე გადაყავთ და მე 40 წუთი მიწევდა ანუ დროის სტატისტიკაში ანუ პირველი ვიყავ მთელ ჩემპიონატზე ევროპაში ანუ დრო მოედანზე ყველაზე ბევრი მქონდა 40 წუთი ხომ ის თამაში და 39 და 30 წამი მქონდა საშუალოდ რა და ეს ყველა მოწინააღმდეგემაც ხო იცოდნენ რა და ას მეხუთე თამაში არის თან ისეთი ცუდი ისუთ კალენდარი არის 6 დღეში 5 თამაში გიწევს. ძალიან დაღლილი ვარ და ბოლო თამაში ვაქვს ესპანეთთან და იმათ 4 გამთამაშებელი ყავთ რუბიო, კალდერონი, რა ვიცი, სერხიო როდრიგესი, აი რო გახედავ ანგული გისკდება და ას ბოლო თამაშის ბოლო არის და ეს რუბიო არის ახლოს რაღაცაზე შენ გიჟი ხო არ ახარო რა და ეს გავხედე რა ხდება მეთქი და არ დაიღალეო და ბიჭო დავიღალე ხო და მეთქი გამანებეთ თავი ნუ მოპრესიგეთ ამდენი ხანი ხო იგებთ მეთქი ვაში არაფერს არ ვიზავ მეთქი პროსტა იქ გადავა მივცემ ვიღაცას ბურთს და პროსტა თავი დამანებეთ დავიღალე მეთქი მართლა დავიღალე და ნაკრების რავი უკავშირდება რავი ძალიან ბევრი ემოციაც ტრაუმაც არ ვიცი გამარჯვებაც და ძალიან ბევრი ემოცია იყო რა რავი ერთხელ პირველ ევროპის ჩემპიონატზე რაღაც მაკედონიასთან მატჩში თუ გახსოვს ბოლო წამზე რო ჩავაგდეთ ისე მინდოდა რომ მომიგო ანუ ჯარი ანუ ვაფშე არაფერი არ ყოფილა ანუ ადამიანი არ შემხებია და ანუ ისე გავაფორმე და წავიქეცი რომ ჯვარედინი გავიწყვიტე ანუ ბოლოს ალბათ ჩემი ერთ-ერთი ესე ვთქვათ
უფრო კარიერას უკავშირდება და სპორტს, რომ სულ ვიძახი, რომ ბევრი არაფერი არ ვარგა რა, ანუ არც ვარჯიში არ ვარგა ბევრი, არც დასვენება არ ვარგა, არც გართობა არ ვარგა, არც ძილი, ვაფშე არაფერი არ ვარგა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ალბათ ეს სპიჩიც არ ვარგა ბევრი ხო, ალბათ. რავი, ეს იყო რაც მინდოდა რომ მომეყოლა, ანუ ცოტა ბევრი არაფერზე არ ვარ გათქო, თან ისე ვარ, ამას რომ მორჩები თამაშზე მივდივარ, ანუ ეგეც რო იცოდეს და მადლობა. რამოდენიმე კითხვები შეგვიძლია უპასუხოთ ვინმეს თუ რამე. აუ, სანამ თამაშზე გაგიშვებთ, გვინდა პატარა რაღაც დამატებითი мотиваცია მოგცეთ თამაშამდე და პატარა სიურპრიზიც მოგიმზადეთ რა და ერთ ვიდეოს გაჩვენებთ და მერე გადავიდეთ კითხვებზე. Hi guys. What you're saying that Sinsaze is retiring? I can't believe that. I don't think so. He's been retiring for the last 10 years. He's like a virus, always coming back. I don't believe you guys that Boo is ready to retire. And matter of fact, I think he's lucky because if I stayed as a national team coach, I don't think he would play. I would retire him much sooner. But anyway, just with all seriousness, happy for you, Boo. Happy for your family, for your lovely family. I think you did a tremendous job after all these years playing and representing national team. It was really a pleasure working with you. I mean, it was 8 long summers, 8 long years. I learned a lot from you, and you know, I heard that you want to be a coach someday. I can't wait to see that. I can't wait to see that players like Boo will give you a hard time. So they will make you pay for everything that you did back in the day as a player. But love and respect. Thank you so much for everything you did for national team, for me personally as a coach, our staff. It was a pleasure working with you. And see you in next chapter. See you on the court. See you, we're going to coach against each other. Looking forward to it. All the best. Gandhi madloba. Amas nambevāt avevodi. Აბა ვინმეს რამე კითხვები თუ გაქვთ სიამოვნებით? აბა ეს რო დავждე ხო არ გეწყინებათ. მაგრამ ინერვიულე დავიხარ. თამაზე რა უნდა ვქნა არ ვიცი რა. დიდი მადლობა გიორგი ყველაფრისთვის, რაც გულშემატკივრებისთვის და ქვეყნისთვის გააკეთე, ეს ერთი რიგითი გულშემატკივრისგან. ყოველთვის მაინტერესებდა რა იცი, გახურების ბოლოს ბოლო 2 ჩაგდებული ბურთი ფარქვეშიდან მარცხნიდან და მარჯვნიდან. ბოლო გადიოდი ხოლმე პარკეტიდან. ეს რიტუალი რას ნიშნავს? საიდან მოვიდა შენთვის? სანამ თავიდან რაღაც ამ სრულწმენებს ავიღებდი და შევიძენდი, ვიღაცისგან ხო უნდა მესწავლა და ეგ გააკეთა მანუჩარმამ, რატო ხელი არ მოტყვა მაგის. მე 20 წელია აი ამას ვაკეთებ და ანუ აი მეც დავიღალე და ალბათ ანუ თან საჯებით სულ გეჩხუბებიან დროზე გადი, ანუ მე აი ბოლო უნდა ვქნა ეს ყველაფერი და ეგ მანუჩარისგან მაქვს აღებული, რომ ბოლო უნდა ჩავაგდო მე ერთი აქედან და ნუ პირველი მაგან გააკეთა და ეგეც წავართვი რაღაცნაირად. ეგ აკეთებდა ხოლმე ბოლო და ხა ეგ რო იყო მე უკვე მევაკეთებდი და ამიტომ მანუჩარისგან ეგ რატო ქნა, რატო დავინახე არ ვიცი ვაფშე. მინდოდა. კიდევ ერთხელ მადლობა Boo ყველაფრისთვის, რაც გააკეთე ქვეყნისთვის და რასაც დღესაც აკეთებ და ისევ რაღაც კარიერას დაუბრუნდები, ეგეთ შეკითხვას სულ მწყდებოდა გული, რომ რაღაცნაირად ესეთი ტალანტი NBA-ში ვერ მოხვდა რა. და თუ შეგიძლია აი გაიხსენო, როდის იყავი ყველაზე ახლოს, რამდენად რეალური იყო და ან და რამ შეგიშალა ხელი, რას ფიქრობ ყველაზე ისეთი რა იყო ბოლო ნაბიჯი. გეტყვი. ჩემი აი დრაფტის წელი როცა იყო, სხვათა შორის მქონდა ესე თქვა ვორკაუთებს რო ეძახიან ჩანიშნული 2 გუნდთან. ეს იყო შარლოტი და ვაშინგტონი. წინა სადრაფტო კემპი იმართება ჩიკაგოში, იქაც უნდა მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ მე ავდექდა ცოლი მოვიყვანე. ოღონდ მართლა. ხმამაღლა ვერ ვიძახი სამწუხაროდ ხო? უი ხმამაღლა. Boo, კონი დავასრულოთ კითხვები. მადლობა
მეც მინდა გადაგიხადო ყველაფრისთვის რაც ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე, ქართული კალათბურთისთვის გააკეთე. მართლა მოსწრაფი. ცოტა ნერვიულობდი თუ რაღაცებს შემოშალა. თუ მოედანზე ვერ დავემშვიდობეთ კარგად, ბუს ახლა დავემშვიდობოთ ისე როგორც შეგვიძლია. მადლობა დაამილი.